მუნიციპალური განვითარების ფონდმა რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის არის გურჯაანის მუნიციპალიტეტიც. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურ საფარიანი თანამედროვე სტანდარტების რაგბის სტადიონები. გათვლილი იქნება მაყურებლისთვის. ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას. მიესალმები ასეთ წამოწყებას, რაგბის სტადიონების მშენებლობა ზოგადად ხელს შეუწყობს მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტ ჩართულობას აღნიშნულ სახეობაში და იმ მდიდარი ტრადიციების გაგრძელებას, გამტკიცებას, რასაც ბოლო წლებში ადგილი აქვს საქართველოში. დღეს საქართველოს არის მე-13 პოზიციაზე რეიტინგში, მსოფლიო რაგბის რეიტინგში და ვფიქრობ, რომ მსგავსი იდეა ხორცს შეისხავს და ალბათ ათეულში აუცილებლად დავიკიდრებთ ადგილს. რა თქმა უნდა, მიესალმე აქამდე გაკეთებული რაგბის სტადიონი, იმიტომ რომ რაგბი საერთოდ ქართული სპორტია, ქართველების შექმნილი არის და წარმატებიც გვაქვს, კი, აი დიდი წარმატებები იყო და თითქმის ყველა თამას უყურებდა გულშემატკივარი, კი, და თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი ბიჭები მაგრები არიან, ზარაღონიანი და ჩაერთვებიან და დასაქმდებიან ამ სპორტში, კი. ძალიან კარგი იდეა, ადრე ლაპარაკობდება, ცოტა მიყუჩებული იყო ეს საკითხი, მე ძალიან დამაინტერესა და ისედაც ბავშვებიც დაინტერესებულები არიან. რაგბის მისდევენ და ისე ნორმალური სტადიონი მართლა არ აქონია და ეხლა უფრო ეს სტადიონი რო გვექნება, მეგონი გუნდიც გვეყოლება და შეიძლება მე უმაღლეს ჯგუფშიც ვითამაშოთ და ეს ამას რა აჯობებს რომ გურჯაანის ფეხბურთზე იძახიან რომ განვითარდება რამდენიმე წელი დაჭირდება ალბათ მას მაგრამ თავარი მაინც ეს ინფრასტრუქტურა რო იქნება ფეხბურთსაც და რაგბისაც ეს იქნება მისასალმებელი და ძალიან კარგი.